ლოცავ ყველას დიდი სიყვარულით მოგაგაზრდილი. ეს გაძლიერებაში გულისხმობა ის რომ სულიერად გავძლიერებთ პირველ რიგში, ხო? სუსტაბიოდ ჩვენ მithumedes მართვაში რაც კი სისუსტეა და რაც კი ნეგატივია, ყველაფერმა იცის აპოტიურება. მაგრამ ეს არნიშნავს იმას, რომ ხელი ჩავიქნიოთ და დეპრესიულ აზრებს მივეცეთ და ცოდების სინანული არნიშნავს, რომ თავს ხაზი გადაუსვა ხარ. უცოდველი ვინა ვართ, ხო, მაგრამ ცოდების გაცნობიერება კიდევ ერთხელ სხვათა შორის გვამეცნებინებს, კიდევ ერთხელ გვაძლევს იმის საშუალებას თავიდან გადავხედოთ ჩვენს ცხოვრებას. ცოდების გაცნობიერება და სინანული განცდა თვისთან ცოდვად ეს არის მარტო რაღაცა დეპრესიული განცდა და თვითგვემა. მაზოხის მწარქადაკის ქრისტიანობა. ეს არის თვითშემეცნების ტკივნეული ზოგჯერ, მაგრამ გამწმენდელი პროცესი, რა ვქნა. ისე თუ ღამით ფიქრობთ ხოლმე, ნუ ეს არ უნდა ჩამედინა, ისე უნდა ალბათ ისე მოქცეულიყავი, იქნებ ისე ხوارჯობდა, რომ ეს უკეთესი შედეგი გამოსულიყო. რა ვიცით ხა, ჩვენ ყველაფერს ხო პროგნოზირებას ვერ უკეთებთ, ესე ვინ მოღალატე იქნება, ვინ ერთგული იქნება, ვინ გამყიდველი იქნება, ვინ თავდადებული იქნება, ვინ თანაგამცდელი იქნება, ვინ ვთქვათ სიცრუესა და ორპირობაში იქნება, ვინ წყალბია, ვინ ნაღდია. ამას ესე წინასწარ რაღაცა ის უნდა იყო მაშინ რენტგენის, სულიერი რენტგენის, ვთქვათ ნათელქილვა, უზახით რაღაც არ ვიცი რა დავარქვა. ნუ არ რაღაცა მაშინ ღვთისაგან დიდი ნიჭი უნდა კონდეს, ან წმინდანი უნდა იყო, იმათაც არ ხონდა ყველას ეს. სხვადასხვა ნიჭები ქონდა, რაღაცა გამოიცნო, ვინ როგორ მოიქცევა, ვინ როგორ და ესე შიფრავდი ადამიანებს. შენ კეთილგანწყობა შენი უნდა გამოამჟღავნო, შენი მხრიდან უნდა კეთილგანწყობილი იყო, უნდა იყო ესე იგი ის რასაც ქრისტიანობა გასწავლის თვინიერად, კეთილად, განწყობილი არ შეიძლება ყაზარმული მეთოდებით და ჩინოვნიკური პროტოკოლური სახეებით ვერ ევლი. არ შემილი არც აროზის გამიკეთებიასა და ვერც ვერაზის გამომიღოს ასაცილოთ და რაღაცა პაროდია გამო, ან რაღაცა ყალბად გამომიღო. არ არის, რაც შენი არ არის, იმას ნუ წაეპოდინო. ხო გახსოვთ სიძნე ბალახვარისაში. რასაც ვერ შეხვდე, არ წაეპოდინო. არის ასი სხვა დარიგებებისა, მაგრამ აი ეს ხა გამახსენდა რა თქმა უნდა, რაც შენი არ არის, იმას ვერ გააკეთებ კარგად და ვერა თავს თუ მოიტყვებ დროებით, ვერა ბავშვს რატო უნდა მოატყვევინო, სხვას მithumedes ვერ მოატყვევ. ვერც ზეცას მოატყვევ, ნუ იქნება ესა და ვერც ადამიანს. ამიტომ შენი მხრიდან იყავი, მაგრამ პროგნოზირებადი რომ არ არის ყველაფერი ეს განსაკუთრებით აი ეს ორპირობა, გამყიდველობა, მოხდა ეს გამაღიზიანებელი თემებია ხო რომ მახსენდება. მაგრამ პროგნოზირებადი არის, მაგრამ ასეთი გამოცდილებისაგან დაზღვეული პარადოქსია, მაგრამ სამხედრო მსახურების მენიუში შედის ეს, ვთქვათ, იმაში. პლეისკურაში შედის სამხედრო მსახურების. ეს ვერ აქცდება ეს გამოცდილება. ნუ სასურველი ახლა თავი დაიძრა და გაფრთხილდა და იყო, მაგრამ რო არა ხარ დირიჟორი და სცენარისტი შენ და რეჟისორი და არ მსახიობი არ ხარ, რო არა ხარ შენ ამის დამდგმელი ისა, ვინც არის იცის ყველაფერი ზეცამ იცის. შენ რო თავისუფალი ნება გაქვს, ორი არჩევანი გააკეთე, ეცადე, მაგრამ შეცდომებისგან დაზღვეული რომ არ ხარ, შენ რომ ყველაფერს ვერ წინასწარ ვერ განსაზღვრავ და ვერ პროგნოზირებ, რა უნდა ქნა მაშინ, დავანებოთ თავით ჩავიკეთოთ სახში, ახლა შეცდომას დაუშვებ და ცოდვას ჩავიდენო, ეგ ცალკე განსასწრელი და ცოდვა, იმიტომ რომ ან ფსიქიურად შეიშლები, ან ისედაც უკვე ბრძოლას წაგებული გაქვს, იმიტომ რომ წაგებამდე წააგე, ან კიდევ საერთოდ არაფრის კეთებაში გადახვალ და ღვთის რისხვას დაიმსახურებ შენი ჯვართვითოლობის უარყოფის გამო და ასე შემდეგ სამი წერტილი ბევრი ვერსიები შეიძლება ამის. ამიტომ არა, პირიქით მიუხედავად ყველაფრისა, როგორც ყინულმჭრელი მიდის და არ აკვირდება წინ რა ყინულები, რა ფორმის არის, რომელი საიდან მოდის, რა სისხლისა, მიდის და აყოფს ამ ყინულს, თავის გზას იკვალავს და უკან მომავალ კიდე პატარა გემებსაც უკვალავს გზას. შენც ესე შენი ცხოვრება, შენი ჯვარი იტვირთე და მიდი იარე ქრისტეს სახელით. და ის რაც საჭიროა მოვა და იქნება ისე როგორც ღვთისნება არის. რა ვქნათ ახლა ხანდახან წაიბოძიგებ, ხან დაეცემი, ხან შეცდომას ჩაიდებ და ესეც იქნება და ესეც უნდა იყოს. მაგრამ სამაგერო წარიათ თქმელ გამოცდილებას გამოიტანა ეს რეალობის ასპექტებია, რომელსაც ვერ ავსდები. ია რომ ახლა აქაო და დაფეთებული სახით და დაშინებული რაღაცა, გაფრთხილებული და შეშინებული სახით დაფეთებული, დაბნეული ეს არავის არ უნდა ეს შენი სახე. უნდა იყო ღვიძარე, უნდა იყო ლოცველი, უნდა იყო ხნეთ და ია რომ ეს და ეს სჭირდება ღმერთს და უკეთესი უნდა გახდე ვიდრე ხარ. აი ეს არის სულიერი გაძლიერება, მოკლედ ამდენი კომენტარი ვიდრე გავაკეთე. სულიერად გაძლიერება. რა შეეხება ემოციონალურ მოწესრიგებას, ესეც კონტროლირებადი უნდა იყოს. ჩვენი გზნობიარობა
არ უნდა აყოლა ყველაფერზე ნერვები უნდა დავიმშვიდოთ ძნელია, მაგრამ ზოგჯერ პატარა რაღაცა გამოიყვანს ადამიანის ყოფილებიდან. თუ ეხლა შენ კურნალო განიკურნე შენი თავი, შენ თუ გადარეული ხარ, შენდობას უთქვა ამ სიტყვისთვის, შენ თუ ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი ხარ და ისტერიკებში ვარდები, ნუ მაშინ სხვას რა უნდა ასწავლო. შენ შენი თავი ვერ გაკონტროლები, სხვას როგორ გააკონტროლებ. იყურებს ეხლა ადამიანი, ხო? ადეკვატური ხომ უნდა იყო? გააკონტროლო თავი, შეიკავო შენი თავი, მარხვაში იცის ნერვების მოშლა, არაფრისაგან დეპრესიული აზრი, გასაგებია ღამე იცის ესეთი სალამოსკები, როგორც დღე აქვს, ღამე აქვს. რატო? იმიტომ რომ თავისებური ის აქვს პერიოდები, რა ვქნათ ახლა? სულ ესე პერფექციონისტი და სულ გაწონასწორებული და სულ ჰაერში ვარსკვლავებში წვითავ ხარ, მაშინ არ ვიცი. მაშინ წმინდანი ყოფილ ხარ და რა ვიცი, მაშინ იქით დაგვარიგებ, როგორ იქნება. თუ წმინდანი ხარ უკვე და გასული ხარ კლუბებში და ზეცაში ხარ ნახევრად, არ ვიცი მაშინ. მე ვიცი რომ წმინდანები ყველაზე ცოდვილები ვართ ამ მომენტში, ყველაზე დიდი წმინდანები, ყველაზე დიდი ცოდვილები ვართ ამ მომენტში. ეხლა ლამის რა ვიცი, ჩვეულებრივ საერო ადამიანებმა თუ რა ვიცი, უცხოება ლამის მეორედ მოსვლა გამოთვალეს უკვე ისინი და რა იქნება. და თავის თავზე ამთავრებენ კაცობრიობის ისტორიას ლამის. რაღაც პოლიტიკური მოვლენების ვიღაცამ სადღაც რაღაც ჯარი შეეყარა თუ სადღაც რაღაცა პოლიტიკური განცხადება გააკეთა, ამას მიაბამენ აპოკალიფსს და გამოიყარნენ. ისა ლამის დღედათარიღი დაასახელონ, ამას სექტები არ აკეთებენ, რა ვიცი. თან კიდევ 7 ბეჭდით არის აპოკალიფსი დამეჭდა, ხა სხვა თემაა. ქრისტიანობა არ არის ვიციო, განარიცოდა. ზეცა მამა მიცის ზეცა. ანგლუსითაც არ იცი, მამა მიცის ზეცა, რომ ის იქნება ეს. იღვიძებდე და ილოცებდითო. რო არის ის მოვა უფალი. ვიძარებულს არ უნდა. პირდაპირ უნდა დრო და თარიღი დაასახელო, რომ ბარემ თუ თავდება ყველაფერი, ბარემ ჩვენს ერთად ანუ კაცობრიობის ჭიპი ვართ და ყველაფერი ჩვენი აგერ აქვე იქნება ყველაფერი და ყველაფერს მარტო ჩვენ გავიგებთ. ამის ეს ახლა სექტები არ ამბობენ ეგეთ რაღაცებს, აი ხილიასტური არის აპოკალიფტური სექტები, ზოგი მიწაში ჩადიოდა თხიდან კატაკომბებს, ზოგი თავს იწვავდა, ზოგი არის ეგეთი გაუბედურებული ხალხი თვითონ გადასული ხალხი. არ ვიცი, ესეც ალბათ საბჭოთა რაღაცა იმის ინერცია, საბჭოთა წითელი რაღაცა აპოკალიფსის რაღაცა გამოძახილია ესეც. ისტერიკური სულიერობა აფექტური. არ არის საჭირო ეს არავინ არ გეუბნება, შენ იღვაწე პირველად მოსვლა გაიგე, რომ მოვიდა უფალი ის გაიგერო, მეორად იმას იკვლევ მოსვლის თემებს. ან არ შეიძლება ესეთი თემების, ეს ახლა ისე მოვაყოლო, უბრალოდ აქტუალური გახდათ ეს და ამ კონსპიროლოგიაზე საუბარი კიდევ და რაღაც ოდიოზურ აზრებს და გადიან ფინალში ისეთ აზრებში გადიან, რომ უკვე თავს არ დაგეცემა ისეთ აზრებამდე მიდიან ბოლოს ფინალში გამოსასვლელზე, ხო იცი ეს ეს ელექტროსქემაა და სამსახური ფიზიკურ-მათემატიკურზე ელექტროს გამოსასვლელში იღებ რაღაცა მონაცემს, გამოსასვლელი ის მონაცემს იღებენ, რომ უკვე ჯობია ჭუმად იყო და არაფერი არ თქვა, ესე უფრო კარგად ჭკვიანური ისაკად. უფრო ჭკვიანურ რაღაცას ამბობ. არ ამბობ, მაგრამ დუმხარ, მაგრამ უფრო კარგად ამბობ რაღაც. ვიდრე გააგებს პირსოგი და ისეთ რაღაცებში თქვენ თავს არის დაგეცემა. სახარება, წმინდა წერილი, პირველ სახარება, აპოკალიფსი ეს ყველაფერი. აპოკალიფსი ადრე კითხულობდი, მაგრამ ამას სპეციფიკური იშვიათად ეს არ იკითხება. რატო არ გითხულობთ აპოკალიფსს? ამას თავის გამარტება, თავის დიდი სულიერობა, ამას უნდა დიდი თემებია ეს ძალიან. არ უნდა ამას ასეთი აფექტური, რაღაცა მარგინალურ ეთნიკურ რაღაც ადგილობრივ მოვლენად აქციო ქრისტიანობა. ქრისტიანობა ეს არის ადგილობრივი. მართლმადიდებლობა ესე კოსმიური მოვლენა, ზოგადად საკაცობრიო მოვლენა სწავლება და არა ადგილობრივი რაღაც ეთნიკური მოვლენა, რაღაცა ადგილობრივი ადათ-წესებით და მიღებული ასიმილირებული სხვადასხვა ადათ-წესებით მიღებული რაღაც კერძო მოსაზრებები. კონდეს ეს მოსაზრებები, რა თქმა უნდა, კარგია, კონდეს იაზრობი, განვითარდი, იაზრობი და ას ვიკითხებ. მართალის სწორი კითხვები დასვი და სწორ და მართალ პასუხებს მიიღებ. როცა მზად იქნები და რამდენადაც მზად იქნები, იმის პროპორციულ პასუხებს მიიღებ, მაგრამ იდეოლოგია, დემაგოგია და პოლიტხემძღვანელობა მოვაქცევ ქრისტიანობას, ხო? და შეეხება ამას ვეცადოთ, რომ მაგათ მეტი ვილოცოთ, აი სულიერად გავძლიერეთ ამას ნიშნავს, სულიერად გავძლიერეთ, მივანდოთ უფალს ვილოცოთ. ძალიან ბევრი რამე შეგვიძლია.
პავლემოს გულეობსო ყველაფერი შემიძლია ჩემს უსტიცილებას ავაკეთებო ძველ გრაფიკულად მაგრამ ყოველივე შემიძლია ძალმის შემს განმაძლიერებელ ქრისტეში თავითვისით არც ერთი არაფერი არ ძალგიცნო ყველაფერი შეგვიძლია ქრისტეში მორწმუნე ადამიანის უნდა ითხოვა ესეთი რაღაცა რაც შენი სული საცხოვნებელია ითხოვა ისეთი რაღაცა ზოგმა რომ ჯობია არ მიეცა და არ მიიღო და მე დამკოლდა რატო არ მომცა ღმერთი არ მისმენს ჩემთვის უძარის მას ზოგი ესეთ რაღაცი დასკვნამდე მიდის ხოლმე რომ ის რასაც შევლოცულობ არ ნოცულობ ისე არ ნოცულობ იმდენს არ ნოცულობ იმნაირად არ ნოცულობ იმ დროს არ ნოცულობ უკითხავად აკეთებ რაღაცებს არ იქცევი აზრით სიტყვით საფრთხით ისე არ იქცევი და შენ მე ღმერთს აბრალებ ნუ იქნება ეს ხო როგორ შეიძლება შენ რო შეგისულდეს ის რაც შენ გინდა ზოგჯერ მოკლე დისტანციით დაიღუპავ თავს ძალიან ცხარი რეჟიმით გითხოვდეს სასწაულით საათი და სიმართლე მისი აქ ძალიან ბევრი რამე შედის утопиურ მიზნებს ვისახავთ ხოლმე ჩვენ. ან ისეთ რაღაცას ვისახავთ, რომ დღეს მართლა იმუშავებს დღევანდელ დღეს სიამოვნებები, დღევანდელი დღის რაღაცა, დღევანდელი კვერცხი მირჩევნია. ხო, ის არ ეძებს ხა, მე როდის იქნება ის სხვა რაღაცა. დღევანდელი აგერ მირჩევნია პატარა ბონუსი მიიღოს. მე რაც იქნება მე დღეს ახლა მიდი და იქეიფა და ისკენი რა ქვია. დაშმანდური დაუყარი და ასე შემდეგ დღეს მე რაც იქნება მე შევავსებ ამ დროს შევავსებ მე და მე გავაგებ ვერაფერს ვერ გააკეთებ დღეს ახლა მომირჩევნია აგერ გავატარებ დროს კარგად როგორც მინდა იყავ ნებაშენი ავიწყდება ეს ვიქნები კარგად და მე არა ძალიან კარგად სამოდინება იცით ახლა ახალ სამის ავიწყებ მეცადოთ მოკლედ რომ მე ვიგოსოთ მეტად ღმერთს მივედოთ ამ პარტავნებისგან მოდის ეს ყველაფერი ვერ იქნები მამონას და ქრისტეს რა ვქნათ რომ ასე ამსახარება კი არ აწყობს ბევრს მაგრამ რა ვქნათ მამონას და ქრისტეს ერთად ვერ ემსახურები შვიდო ეუბნებო ვერა არ გამოდის რა ვქნათ ორ ცხენს ერთად ვერ გააჩენებ ორ სკამზე ვერ დაждები ორ გზაზე ერთად ვერ ივრი და ასე ამბივალენტურობა არ გამოდის ან ქრისტე უნდა ერჩიო ან მამონა უნდა ერჩიო იმ მამონაში მხოლოდ დემონური იერარქია იგულისხმება ხა აღარ ჩამოთვლი ამაზე უზარმაზარი ნაშრომების მოყვანა შემიძლია და ლიტერატურის დაშრომა არ მინდა ამ თემაზე კიდე ნეგატივზე საუბარი და მძიმე საერთოდ ჩვენი ცოდნებით ამ მარხვაში რაც კი რამე ნეგატივი იყო პირველად მე რაც კი რამე ცუდია ყველაფერი მე ხა გამახსენდა ამ მარხვაში რომ ამ შენს ჩამიდელი აქვს მართლა განსტატვისაც ცოტა რომ უცნობ ეს ყველა კი არ უცნობ რო იძახი ამ მომენტს განსტატვისაც ცოტა განსტატვი და ეძლევა მე მოგინდოდა ხო ითხოვ ეფრემასო ითხოვ მომენტს მე განსტატვი და იცი ზეცას ესმის გაზლებს და რამე ცუდი თუ ჩამიდენია ბავშვობიდან დღემდე ყველაფერი გადავერია კიდევ ხოჩი ნანო ფეხა თქვენ სცენაში კიდევ საჯარო აღსარებით აზრით სიტყვით სახით თქვენ ესე რო იძახი და ზეცას ესმის ვერაფერ თქვენ რო იყვრით ამას ის რომ წამოვიდა ეს განსტა წამოვა განსტათვისაც ცუდად მაგრამ ეს განსტა თუ არ არის კონტროლირებადი ეს განსტა თუ არ არის მე რაღაცა ქრისტიანულად უნდა აი ვეზიარებ დღეს ხო და გაჩერდო დამშვიდეს დასვა როგორ არის თქო შეეხო ამიტომ ხვალ მინდა ეზიარო შეეხო რომ მაგათა ჩემთან უძლობთ ჩემთან მომიდევს სწორედ ჩვენთან განსვას დაწვავს ცეცხლ გამლეველს არის ზიარებაც თორე ეს ყველაფერი ეს ათებულ მდგომარეობაში ეს გადარეული რო ხარ განსტარობა და აი ხა სუდათ ახარ და არის საწაიღო ეს ისა ცეცხლს ჩაიდებ უბეში თუ არ ჩააფრეს ზიარებით მაშინ უკვე სხვა ასპექტი გამოდის ეს განსაცვიდა ცვისთა ცოდოთა თვით განამკურებელი მიგიყვანო შეიძლება ამას და კონტროლირებადი ქრისტიანული საიდუმლოება კონტროლირებადი და იყოს გაამშვიდდე გაამთლიანდე დააწყნარდე საფყაროს მრავალფეროვნება აღიქვა კარგად უნდა შეისუნთქო სიყვარული ლოცვა ამოისუნთქო სიყვარული ჩემი საყვარელი გამონათქვამია ხო და ჩვენ მომრომა აითვის ესე და აი ასე შეიცუნთქე ლოცვა ამოისუნთქე სიყვარული ზოგიერთ ჩემი შეისუნთქე სიყვარული ამოისუნთქე ლოცვა ესე შეიძლება ის თუ კარგი ჩაისუნთქე ზოგადად ჩაისუნთქე ლოცვა რაც ბევრ ლოცვას ჩაისუნთქა უფრო მეტ სიყვარულს ამოისუნთქა რაც ლოცვის ბევრ ჟანგბადს ჩაისუნთქა მით უფრო მეტ ასე ვთქვათ სიყვარულს ამოისუნთქა და განავწო სიყვარული კიდე ცეცხლს ვერ გააჩერებ უბეში ხო ცეცხლია სიყვარული და განავწო ეს სიყვარული ერთი სანთლით რამდენ საათი ერთი კილომეტრით ხო აათებთ რამდენად აი ამიტომ აი ეს მინდა გისურვოთ მოკლედ ვიტყვი ცოტა სვეტყიმეთი მაგრამ აი მაინც ისე სიყვარულის გამო მე მეკავ თავს რომ მინდა რაც კიდევ აგიხსნათ სიყვარული ისე ეს გარეთ ვის ძალიან ბევრი წარმის სიყვარულზე ლაპარაკი
ვინც ბევრს ლაპარაკობს, იმას სიყვარულის კითხვის ნიშნები ხომ არ შეგებაროს, გიმეყარხავთ, მაგრამ ეხლა ვინც ძალიან ბევრს ლაპარაკობს სიყვარულს და ძალიან ხალხურ რაღაცა ჩუქურთმებს გაუკეთებს, ეს რაღაცა საერთო ფორმა რაღაცა ამას აქვს სიყვარული იკითხავს ადამიანს. დადუმდე და ხმა არ მოიღო არც ისავრა. სადღაც საშუალო არითმეტიკული უნდა ავიღოთ, ხო, ოქროს შუალედი, ოქროს კვეთა, ხო არის გასულ მათემატიკაში. აი ეს გავაკეთებ და ასე მივალთ ნელ-ნელა თანდათანობით ერთად ვიაროთ სიყვარულში. აუხსნათ სიყვარული ხამის ეკონომია არ მიყვარს, გააკეთე ეკონომია დენის თუ წყალის თუ რაღაც გადასახადები ამას რა მოვიდა უზარმაზრად. ეს გადასახადები ხო? მოიშორო სახადივით. უღელია, სალკე შედის უღელთა რაღაცა იმაში კომპონენტში მენიუში ესეც. იმის გააკეთე კარგი დენის თუ რაღაც ეკონომია. იმასაც ვერ ვაკეთებ ხო ზამთარში და მაშინ. მაგრამ სიყვარულის ეკონომია არ გინდა, გაუშვე სიყვარული და მოვა დაგიბრუნდე. თუ მისასვლელია მივა. ეხლა მაინდა სიყვარულის ხრა არ მიყვარს. ყველას მიაჩეს. ესე ვაკეთებდი ადრე მე ვისწავლე ჭკუა. რაც მედი სიყვარული გავესწრე და მოზობილი არ შემიძლია. მოზომილი დღეში ერთი წვეთი ცხვირში ჩაიწვეთე 8 წვის ჩააწვეთებელი ცა ერთი წვეთი მეტი არ შეიცვლა გადაცია ცხვირი მოიწმინდა ერთი ყოვზი დილას ჩაის ყოვზი ერთი ყოვზის საღამოს არ შემიძლია თუ სიყვარული უნდა იყოს სიყვარული ან გიყვარს ან არ გიყვარს ან ერთგული ხარ ან არა ან მეგობარი ხარ ან მტერი ხარ ან მოყვარე ან რაღაცა მორწმუნე ხარ ან მორწმუნე ხარ და ასე შემდეგ ხო არ გამოდის საშუალო მდგომარეობები არ გამოდის მაგრამ მოუზომელი მე რაღაცა ისე გამოდის რასაც მეც გავუშვებ ანუ მიჩეჩება არ უნდა მე შეიძლება გამოვიდეს უკვე შედეგი მიიღო ამიტომ ჯობია ესე ძნულად გასცე როგორ აი ეს რაღაცნაირად ლოცვით კურთხევაა მართო მიშველე კურთხევაა და ყოველის ქრისტე ოფცია შემოწყალი მეცოდული და ესე იმოქმედო ქრისტესთან ერთად მოკლედ ვიარო და გზახსნილი ისედაც ხსნილი კიდევ უფრო ხსნილი და თქმილი და მსუბუქი გახდება ამ ჩვენ მძიმე მოსამშო და ცხოვრებაში რომელშიც რა ვიცი რა არ გადავითარე და რა არ გავიარე და რა წრთობა არ გავიარე და რა იმუნიტეტი რასაც ჩვენ უძლებდი და უძლებთ და კიდე გაუძლებთ ქრისტეს მადლით რა ვიცი ბევრს კიდე ალბათ საერთოდ წარს გადახდენია და არც გაუბრინდება კიდევაც კაი რომანი დაიწერება ამაზე რაღაცა აი რაც ჩვენ მოქალაქის თითოეულს გაულია დიდი ტომეული დაიწერება თუ დაწერილი არ არის ხო რაც ჩვენ გადავიტანია შეგვიძლია ეს პატარა დღიურებით ესე რაღაცას დავწეროთ ხო აი რაც ჩვენ გავიარეთ ხო და მადლობა ღმერთს ვის უნდა ვთქვათ მადლობა მას უფალ ჩვენ იესო ქრისტეს მადლობა ღმერთს და მადლობა თქვენ და მადლობა ყველას მადლობა თქვენ იმ ანგელოზებს კიდე რომლებიც აქ ხილავად განან და გულმოება მადლობა ჩვენ იესო ქრისტეს იყოს და ყოველთა თანა ამინ იოანე ქრისტეს